უშაქრო კოკა-კოლაზე ისაუბრეთ, გთხოვთ. შაქარს არ წევს მაღლაო? კი. კი? წევს. გლიკემიური ინდექსი აქ მასში შემოვალ მალტიც. ეს არის დამატკბობელი, ვითომ შაქარი არ არის დამატკბობელი, კი, შაქარს მეტი აქვს გლიკემიური ინდექსი 65-70. ამასაც არ აქვს ნაკლები 42-45-ია მალტიტის მალტიტოლის გლიკემიური ინდექსი, მაგრამ კოკა-კოლაში უშაქროში შაქრით კატასტროფა გეთანხმებით, მაგრამ უშაქროშიც არის რამდენიმე ქიმიური ნივთიერება, რომელიც სერიოზულად უხევს ადამიანის ჭამდღებას. ეს არის ორთოფოსფორის მჟავა, რომელიც სიმჟავეს აძლევს, რომელიც pH 3-ზე დაყავს, pH რითიც ჩვენ ხანდახან მჟავიანობის დაკვეთება შვენით. მაგრამ ამავე დროს ორთოფოსფორის მჟავა საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს თირკმელს. ამავე დროს კოკა-კოლაში შედის ნატრიუმის გლუტამატი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს ადამიანში. როგორც ნარკოტიკი, ხო, ადამიანი დამოკიდებული ხდება, ეჩვევა და სულ ერთად უნდება. ამ კომპონენტების გათვალისწინებით უშაქრო კოკა-კოლაც არ არის უსაქრო. ხო, უსაქრო. ეს უბრალოდ ერთჯერა და მე მაშინ ერთ ვიდეოში თქვი, რომ ადამიანები რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ ვიღაცები უმტკიცებენ ზოგი ექიმი და უნიშნავს ანტაციდებს და მჟავიანობა გაწეული და იმედო და სულაც ხართ მეთქი და რომ არ გშველით. რომ მიხვდეთ რომ ეგრე არ არის, ერთი-ორი კოკა გააკეთეთ და რამდენი პაციენტი მოვიდა ერთ-ერთ პაციენტმა თქვენი ვიდეოს მე მანქანაში მიდევს და სახშიც მიდევს და ისე მიშველა რამდენიმე წელია რომ არაფერი არ მიშველა და გაწამებული და ნატანჯი ვიყავი მომეხსნა ყველაფერი. და იყო და ახალგაზრდა მამაკაცი ყوار სახელს ვერ გეტყვით, ხო? მოდი აქვე რას დავამატებ, იცი? აი ძალიან ბევრი გაზიანი სასმელები მთლიანად აკრძალული მაქვს და სვავს სანდორა თუ რა ვიცი რაღაცა ხილის წვენები რომ არის. ხო. აი ზოგს გონია რომ გაზიანი რადგან არის. სხვაშორის მე ხო ამდენი ხანია უარესი ვიძახი და ეხლა ხან შემდგა ერიგბერგის ვიდეო და ზუსტად იგივე სიზახის ხილის წვენები უარესია ვიდრე გაზიანი სასმელი. ანუ გაზი არ არის მავნე. ანუ CO2 ხო ნახშირორჟანგი რის იქნება ეს გაზი, ის საერთოდ არ ამავნე და ზოგ შემთხვევაში პირიქით. კარგიც არის. მაგრამ გაზიანი სასმელი ჩვენ გვიგივდება უმეტეს შემთხვევაში ისეთ სასმელებთან, რომელიც არაა ვიზას შეწყვეტ დავლეთ. ეს არის მინერალური წყლები, იმიტომ რომ ტუტეა გარემო. და ტუტე კიდე ჩვენ კუჭის მჟავას ანადგურებს და მეორე ეს არის თქვა ხო ეს არის ესეთი დატკბობილი წყლები ხო კოკა-კოლა, სპრაიტი, პეპსი, რა ვიცი და ასე შემდეგ. და ამიტომ ჩვენ ახლა გონია რომ აქ გაზია პრობლემა და გაზიანი რახან არის პრობლემა. გაზიას არ აქვს პირიქით. კიდევ ერთხელ ზოგი ნახშირორჟანგი არა თუ არა ამავნე პირიქით ზოგ შემთხვევაში არ კარგადაც მოგეს ორგანიზმურად ალკოჰოლურ სასმელებში ვიტყვი რომ გაზიანი სასმელი რას აკეთებს? გაზიან სასმელში ფართობი იმ ნივთიერების რომელსაც ნაწლავი იწვევს ნაწლავში გადადის იზრდება და გაზიანი სასმელი უფრო ჩქარა იწოვება ნაწლავში ვიდრე უგაზო. აი დაუშვათ თუ შამპანიურს დალევს ადამიანი და ღვინო შამპანიური უფრო ჩქარა გადადის სისხლში ვიდრე ღვინო. თქვა რაღაც 15-20 წუთით უცნებს, ეს შეიძლება 20 წუთში უკვე სისხლში აღმოჩნდეს, ღვინო შეიძლება დაჭირდეს 30-40 წუთი. ამიტომ გაზიანი სასმელი ამ თვალსაზრისით ეფექტურობის მხრივ, რატომ ხო ლუდი ეს შამპანიური ეს ყველაფერი არის ამ თვალსაზრისით რომ უცები იწე შუდ ლუდიც რატო უყარს ნახევარ სამყაროს ხო და ქვეყანაში სვავენ ლუდს ხო და ძალიან ბევრი ადამიანი ისოს მე ძალიან მიყვარს თუმცა ძალიან იშვიათად სვავ. ხო იმიტომ რომ გაზიანი რო დაიწყებ დალევას უცებ გაძლევს ეფექტს. ხო სპირტი უცებ გადადის, უცებ რაღაცა სიამოვნების შეიძლება დგება რამდენიმე წუთში. უგაზო შეიძლება იგივე უგაზო დალიოთ, იმიტომ არ მოგწონთ რომ რეცეპტორები ნახშირორჟანგის ვალკოს სიამოვნების შეგნებასაც იძლევა ნახშირორჟანგის ენის რეცეპტორებზე, ხო ბუშტუკები. ამიტომ აქ თვითონ გაზი არა ამავნე. მავნე არის უბრალოდ ის სითხე და იმ სითხეს შემოვლე კომპონენტები.